მოგესალმებით ბიჭებო, ეს ბიჭები არიან ჩვენი გაყიდვის მენეჯერები, გუშინ ვიყავით ბათუმში, დღეს ვართ აქ. გამომარჯოს გიორგის, ერთი გიორგი ვყავდა, ახლა ვყავს ძიმე წონოსანი, მეორე გიორგი. გიორგი შალვა მარტო არ ჭამს, შალვა მუშაობს, გაიგე? შალვას აქ აი ეს ავტომობილები დღეს რო დაიცლება, ეს არის ბათუმის ცენტრისთვის. ეს უკვე მეორე პარტია მოვიდა ბათუმის ცენტრისთვის. ერთი მანქანის ჩამოყვანისთვის შალვას აქ ბონუსი 100 ლარი. შენ გექნება 50 ლარი. გაწყობს? მანქანები ბევრია. შალვას დაეხმარები და მე დაცხეთ მაკდონალდსში. მოდი, დავიწყოთ. ბიჭებო, ეს ავტომობილები ჩვენ ჩამოვიყვანეთ ბათუმის ცენტრისთვის. მოკლედ, იმდენად კმაყოფილი ვარ ამ ბათუმის ცენტრის, ძალიან მაგარი გაკეთებულია, თქვენ ახლა მოდიხარ და ხედავთ, იმ დონეზეა ბათუმის ცენტრი გაკეთებული, რომ არ ვიცი, მე ვარ უზომოდ მადლიერი, კიდევ ერჯერ ვამბობ, მთლიანი აჭარის მოსახლეობის და მერია და რა ვიცი, გუბერნატორი და ყველას, იმიტომ რომ ყველას უხარია და ყველა მადლიერია და ამიტომ მთელ აჭარას დიდი მადლობა და მოკითხვა აქედან. ახლა დავიწყოთ რა ავტომობილებია ესენი. ესენი არის 25 და 26 წლის მოდელები და ქალბატონებისთვის არის სასწაული ახალი მოდელი, რომელიც ალბათ თბილისში პირველი იქნება, ხო? დიახ. არის ძალიან მაგარი. ძალიან მაგარი. ჯეომი, სრულად ელექტრო. იდეალური ზომის კომფორტული ქალაქში სამოძრაო ელექტრომობილი, რომელიც ქალებსაც ძალიან კარგად გამოადგება და მამაკაცებისთვისაც ძალიან კომფორტული იქნება. პარკინგი და საცოვების ამბავი ყველა მიცით ქალაქში არის იდეალური სამოძრაო ტიპის. ჯეტური არის 1 და 6, რასაც ეძახიან ყველანაირი ნავაროტკას რო ეძახიან, ხო? უმაღლესი კომპლექტაციები ჩამოვიდა და დაშინგებიც, ჯეტურ წეორებიც და აი, მათე მოტორში არის ჯეტურების წვიმა. ხო ესეა? დიახ. სამო, ქუთაისის ცენტრმა გაამართლა ანი ძალიან კარგად იმუშავა და შედეგი დადო და ახლა უყური, ახლა რა ხდება? ახლა ეს ავტომობილები რაც შემოვიდა გუშინ დღეს, ხო, ეს ავტომობილები არის ყველა ბათუმის ცენტრისთვის. უყურებ. თქვენ გუნდში ყავთ ერთი ძიმე წონოსანი. ორი ყავს, კი ბატონო, ორი ყავს. შალვა უკვე პროფესიონალია, ყველა სტაჟიანი ძიმე წონოსანი. სტაჟიანია.